აბა ახლა გულწრფელად მითხარი, რამდენჯერ გქონია ისეთი მომენტი, როდესაც თავში რაღაც გადაგიტრიალდა და მოგელანდა რაღაც, რომ აი ახლა მე ხებს გადავდგავ. ახლა მე თორეზე გავფრინდები. ყველაფერს შეძლებ. გქონია ასეთი მომენტები. ანუ ეს უეცარი мотиваციის ისინი ტალღები ხო გქონია, რა თქმა უნდა რომ გიქნებოდა. ამ ვიდეოში ვისაუბრებთ мотиваციაზე, სისტემატურობასა და თანმიმდევრულობაზე. პირველ რიგში რაც უნდა გითხრა ის არის, რომ мотивაცია თვითგანვითარებისთვის და ზოგადად წინსვლისთვის არის ყველაზე არასტაბილური და არასანდო რაღაც. ანუ ისეთი რაღაცა мотивაცია, რომლის მინდობაც არ შეგიძლია. უბრალოდ ვერ მიენდობ იმას. мотивაცია ხან ჩვენთან არის, ხან არ არის. ხან მოდის, ხან მიდის. ანუ პროგრესისთვის არასტაბილურია. აი ერთჯერად გამოყენებისთვის კი კარგია мотивაცია. აი მაგალითად, როდესაც ეს мотивაციის თალღა წამოვა, შეიძლება შესაძლებლად გამოიყენო და ბუსტი მისცე რა, შენს თავს ერთგვარი ბუსტი ერთჯერადი და უფრო გაზარდო შენი პერფორმანსი. მაგრამ ეს მხოლოდ ერთჯერადია. мотивაცია თვეში ერთხელ მოდის, მხოლოდ და მხოლოდ. აი ახლა იმ ორ რაღაცას გეტყვი, რომელიც წინსვლისთვის, პროგრესისთვის და თვითგანვითარებისთვის ბევრად უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე мотивაცია. ეს ორი რაღაც არის მთლიანი სტრუქტურა, მთლიანი სისტემა წინსვლისთვის. აი, პირველი არის სისტემატურობა და მეორე თანმიმდევრულობა. ახლა გავშიფროთ. სისტემატურობა. ესე იგი, რა საქმესაც არ უნდა აკეთებდე, რა სფეროშიც არ უნდა იყო. ყველგან გჭირდება სისტემატურობა და შრომა. აი, ასეთი მაგალითი მოვიყვანოთ. აი, ხარ დაუშვათ სპორტსმენი და გინდა რომ წარმატებას მიაღწიო რომელიმე სპორტში. შენ ამისთვის არც ერთი ვარჯიში არ უნდა გააცდინო. არ უნდა დაიზარო. უნდა იყოს შრომის მოყვარე და სისტემატური. აი, ეს არის სისტემატურობა. შეიძლება ერთი შეხედვით მოკლევადიანი პერსპექტივით უსარგებლო და ნაკლებად ეფექტური ჩანდეს. აი, მაგალითად შეიძლება იფიქრო, რომ ერთ კვირიანმა ვარჯიშმა რასარგებელი უნდა მომიტანოს და როგორ უნდა მიმაღწევინოს წარმატებასო. მაგრამ თუ ჩვენ ამას შევხედავთ გრძელვადიანი პერსპექტივით, ანუ ავიღოთ 2 წელი, თუ შენ 2 წლის განმავლობაში ასე სისტემატურად ივარჯიშე, თავდაუზოგავად, მაშინ ცოტა დაემატება, კიდე დაემატება და გახდება ბევრი. ხო ხდები? ანუ დაგროვდება ეს პროგრესი, დაგროვდება და იმდენი მოგროვდება, რომ წარმატებასაც მიგაღწევინებს. ახლა კი ვთქვათ, თანმიმდევრულობა რა არის? აი, თანმიმდევრულობა არის უნარი, რომ შენ დაისახო ისეთი გეგმა შექმნა და ისეთი სტრატეგია დაისახო, რომ რეალური იყოს და შეესაბამებოდეს შენს შესაძლებლობებსა და რესურსებს. ანუ ეს არის ისეთი მიზნების დასახვის უნარი, რომელთან შეჭიდებაც და რომელთან გამკლავებაც შეგიძლია და შეესაბამება შენს შესაძლებლობებს. ანუ ეს არის უნარი, რომ შეგეძლოს დაიწყო დაბალი დონიდან და ნელ-ნელა ახვიდე მაღლა და მაღლა. აი მაგალითად, კიდევ დავუბრუნდეთ იმ სპორტსმენობის მაგალითს. აი შენ ხარ სპორტსმენი და გინდა წარმატებას მიაღწიო. რა უნდა ქნა ამ დროს? რა და სტრატეგია უნდა დაისახო, რომელიც წარმატებას მიგაღწევინებს. აი მაგალითად, შენ თუ თავიდანვე დაისახე ის მიზანი, რომ გახვიდე ოლიმპიადაზე და მოუგო ოლიმპიურ ჩემპიონს, მაშინ ეს არ გამართლებს, რა თქმა უნდა. ამიტომაც უნდა დაიწყო მარტივად, ისეთი მიზნით, რომელთან გამკლავად შეგეძლება. ანუ მაგალითად დავუშვათ, ჯერ დაისახე ის მიზანი, რომ მოუგო გუნდებს. მერე დავუშვათ სხვა ქალაქებს. მერე გახვიდე ევროპის ჩემპიონატზე ვთქვათ და მოუგო სხვა ქვეყნის წარმომადგენელს. მერე გახვიდე მსოფლიოს ჩემპიონატზე და მოიგო ეს მსოფლიოს ჩემპიონატი. ხომ მივხვდი რასაც ვამბობ? ანუ ასე ნელ-ნელა და ნაბიჯ წინსვლა. ანუ ეს თანმიმდევრულობა არ მოქმედებს მხოლოდ ამ სპორტსმენობის შემთხვევაში. ანუ ყველა სფეროში. ავიღოთ სწავლა. ეს სკოლაში სხვა ასეთი სისტემაა. პირველკლასელები იწყებენ ასოების სწავლით. შემდეგ უკვე სიტყვებზე გადადიან წინადადებები, მოთხრობები, მერე ლექსები. ხო, მერე უკვე ვეფხისტყაოსანი არის მაგალ კლასებში, რთული ნაწარმოებები. და ასე ნელ-ნელა ხდება ეს პროგრესი. აი მათემატიკის შემთხვევაშიც. ჯერ ბავშვები სწავლობენ ციფრებს, შემდეგ მიმატება გამოკლებას, გაყოფა, გამრავლება და ნელ-ნელა რთულდება. ანუ მარტივად რომ თქვათ, არ უნდა მიახდე რა ასე სირთულეებს. და ისეთი რაღაც არ უნდა დასახო, რაც შენ შესაძლებლობებს აღემატება. აი, ეს ორი უმნიშვნელოვანესი ატრიბუტი თვითგანვითარებისთვის უკვე განვიხილეთ. ახლა კიდევ მივადექით ერთ მომენტს, რომელიც ასევე უნდა განვიხილოთ და რომლის უგულებელყოფაც არ შეიძლება. ანუ ეს ორი რა, სისტემატურობა და თანმიმდევრულობა ერთმანეთთან კავშირშია, ურთიერთკავშირშია. ანუ დაუშვათ, თუ შენ ხარ სისტემატური და არა თანმიმდევრული, წარმატებას ვერ მიაღწევ. და პირიქით, თუ ხარ თანმიმდევრული და არა სისტემატური, მაინც ვერ მიაღწევ წარმატებას. ახლა ვთქვათ, რატო? აი წარმოიდგინე სისტემატური ხარ, ვარჯიშობ ყოველ დღე, შრომობ.
მაგრამ არ ხარ თანმიმდევრული. ანუ შენ კარგი სტრატეგია არ გაქვს შედგენილი. ამ შემთხვევაში შრომას აზრი არ აქვს. ეს არ არის ჭკვიანური შრომა, ეს არის დებილური შრომა, რომელიც 90%-ით ვერ მოგცემს შედეგს. მოდით ამატებით რამდენიმე მაგალითსა და ანალოგიას მოვიყვან. შრომა სტრუქტურის გარეშე, იცი რას გავს? აი წარმოიდგინე რომ ხელში იჭირავს ქვა და მთელი ყურადღებით აპრიალებ და აპრიალებ. ოღონდ ეს ქვა არ პრიალდება, იგივე რჩება. მაგრამ შენ კონცენტრირებული ხარ მაქსიმალურად და მთელ ძალისხმევას დებ ამ ქვის გაპრიალებაში, მაგრამ არ პრიალდება. ასევე წარმოიდგინე ასეთი რამ. ცდილობ რომ მიაგნო დანიშნულების ადგილს, ოღონდ ხელში რუკა არ გიჭირავს. უბრალოდ დაეხეტები აქეთ-იქით. ამ შემთხვევაშიც მთელი ყურადღება მოკრებილი გაქვს იმაზე რომ მიაგნო ამ დანიშნულების ადგილს. თუმცა რუკა არ გიჭირავს ხელში. შრომა კი ითვლება, მაგრამ სტრუქტურა არ აქვს ამას. ანუ დებილურ შრომას აზრი არ აქვს, რომ ეთანხმებით. კარგი სტრატეგია უნდა გქონდეს და უნდა ეჭიდებოდეს სირთულეებს შენი შესაძლებლობების მიხედვით. განვიხილოთ მეორე შემთხვევა. თუ შენ ხარ თანმიმდევრული, მაგრამ არასისტემატური. ამ შემთხვევაში ძველ მიაღწევ წარმატებას. აი რატო? თანმიმდევრული ხარ, კი ბატონო, შედგენილი გაქვს სტრატეგია, რაღაც კარგი გეგმები გაქვს დასახული. მაგრამ რა აზრი აქვს? თუ ამაში შრომა არ ჩადე. მოდი მოვიყვანოთ მაგალითები ამ შემთხვევისთვისაც. აი წარმოიდგინე რომ ბლოკნოტი გაქვს, სადაც გიწერია იდეალური და ძალიან გამოსადეგი ინფორმაცია, რომელიც რომ წაიკითხო ძალიან გამოგადგება. თუმცა ამ ბლოკნოტს თვეში ერთხელ შლი, ეგეც თითო ხაზს კითხულობ. ან უკეთესი მაგალითი მოვიყვანოთ. წარმოიდგინე რომ გაქვს რაიმე შენობის არქიტექტურული მოხაზულობა, იდეალური მოხაზულობა. თუმცა შენ თვეში ერთხელ მიდიხარ მშენებლობის დასაწყებად. და ყოველ მისვლაზე ეს აშენებული აგურები და საძირკველი უკვე დანგრეული და განადგურებული გხდება. ხო და ურთიერთკავშირშია ეს ორი რაღაც. ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ ესე. ერთი სიტყვით თუ გინდა წინსვლა და პროგრესი, ეს ორი რაღაც უნდა შეუთანხმო ერთმანეთს. ორივე თვისება უნდა გაგაჩნდეს. мотивация კი უფრო შემახსენებელი რაღაც ასავით არის. ანუ გვახსენებს, რომ მაგარია, რომ შრომობთ და რა მაგარი იქნება, რომ როდესაც წარმატებას მივაღწევთ. აი მაგას გვახსენებს. უფრო აღმაფრენის მომენტია ეს мотивация. და რაღაც მხრივ мотивациაც მნიშვნელოვანია. ანუ იმ მხრივ რომ мотивация შეიძლება იყოს სტარტი. აი ეგ წარმატების მიღწევა რომ უნდა ადამიანის. ეგ ხო იწყება სურვილით, мотивაციით. ანუ იმის სურვილი უნდა გაგიჩნდეს, რომ აი გახდე დაუშვათ აკადემიკოსი და მეცნიერი დაუშვათ, ან ოლიმპიური ჩემპიონი. აი ეგ ბავშვობიდან მოდის რა. უმეტეს შემთხვევაში ბავშვობიდან გაძლევს რაღაც мотивაციას, შენს ინსპირაციას აკეთებს რაღაც კონკრეტული და გინდება რა ეგ. და უკვე ისწრაფვი მაგის მიღწევისკენ, ხო ხდები? ხო, რავი, ამ ვიდეოსთვის კი სულ ეს იყო. გონი ამ უმწურავად ვისაუბრე ყველაფერს. თუ რამე გუნდოვანი დარჩა შენთვის, დაწერე კომენტარებში და მე ვნახავ და გიპასუხებ. დაწერე შენი აზრი, რავი, ამ ინფორმაციასთან დაკავშირებით, რას ფიქრობ. კაი იქნება თუ დაალაიქებ ვიდეოს, თუ გამოიწერე არხს. ამ შემთხვევაში შენ თვითონაც იცი რომ დაიხმარები არხს განვითარებაში. ხო, სულ ეს იყო. რთულია დამშვიდობება, მაგრამ მიწევს. რა ვქნათ, ამოეწურა დღევანდელი ვიდეოს საკითხი. აბა, კარგად იყავი და გისურვებ თვითგანვითარებას.